გადაცემაში არაერთხელ გვიხსენებია და გვისაუბრია ტოტალურ სიყვარულზე, ერთმთლიანობაზე და უპირობობაზე, რისკენაც ალბათ ყოველი ჩვენთაგანი და ზოგადად ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. რთულია ამ მდგომარეობას მიაღწიოს. ამ სოციუმში ძალიან რთულია. და არსებობს ასეთი ადამიანი, რომელიც დღეს ბათუმში ჩამოვიდა და დიახ, ეს ადამიანი აი ამ ტოტალურ სიყვარულშია. ტოტალური სიყვარული. აი ტოტალურ სიყვარულშია, ამას მიხვდებით ახლა. აი უპირობო სიყვარული, აი როცა ყველა და ყველაფერი გიყვარს და როცა აი ეს ფოთოლიც კი შენი გაგრძელება გგონია, შენი ნაწილი გგონია და როცა განცდის დონეზე გრძნობ, რომ აი ეს ყველაფერი ერთი სისტემის ნაწილია და შენც ამ სისტემის ნაწილი ხარ. ქუჩაში რომ მიდიხარ, ყოველი ადამიანი ზუსტად ისე გიყვარს, როგორც შეიძლება შვილი გიყვარდეს. არსებობს ეგეთი სიყვარული, ესაა ტოტალური სიყვარული და გაჩვენებთ მე თქვენ ახლა ადამიანის სახით, როგორც შეიძლება აი ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვილაპარაკე, არსებობდეს. ალექსი გოგოლაძე იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი და სწორედ ალექსისთან ერთად დავლევ მე ბათუმის ქუჩებში ყავს. რატომღაც მეგონა რომ ყავა არ გიყვარდათ და არ სვამდით. სვამ. ასე მგონია რომ რაღაცებში ხელს უშლის ადამიანს. არა? თუთლი რო ხელს უშლის, ხელი შეუსლის და თუთლი რო არ უშლის, არ შეუშლის. არ შეუსლის? აკა დაჯერება, დაჯერების პრინციპია, ვაფშე მთელი სამყარო ეგრე მუშაობს. ანუ მე არ მიყვარს ყავა და არ ვსვამ და მაშინ ტრაგედიას ვერ ყავა ანილევა, ან არ ილევა რა. სიგარეტი ან იწევა, ან არ იწევა. ბათუმი მოგეწონათ? ბათუმში პირველად არა ვარ, საზღვაოზე სწავლობ. მართლა? 53 წლის უკან. უი, მართლა? რამდენი წლის ხართ ალექს? 57 ხდება. საზღვაოზე სწავლობდით ბათუმში? ხო. მერე? არაფერი ერთი წელი ვისწავლე და მივატოვე. არა, ხო, რაღაც ზღვა არ იყო ჩემი. თქვენი არჩევანი იქედა, იმიტომ რომ ძირითადად ბათუმლები აბარებდა. არა, ჩემი არჩევანი არ იყო, მშობლების არჩევანი იყო და ამიტომ. ზოგადად ბევრი რაღაცა, რასაც ვირჩევთ, ვიღაცების არჩევანი. და იმიტომ არის დაკარგულები ვართ და არ ვიცით ჩვენ რა გვინდა. თავიდანვე აღზრდაშივე ეგრევე პრობლემაა. აი არ გვაძლევს შესაძლებლობას რომ ჩვენ ბავშვობიდანვე ავირჩიოთ ჩვენ რა გვინდა, რა უფრო გვაინტერესებს. მეტწილად მშობელი რა თვითონ უნდოდა და ვერ იმასკნა, მე ის ცდილობს რომ ბავშვი გაახორციელოს თავისი ოცნებები და აქ ბავშვის თავისუფლება ირღვევა როგორც ჩა. ხო, ეგრე არ არის. მე პრობლემები მაქვს რომ იზრდება, სტრესები მაქვს. ეკნება. და მე მთელი ცხოვრება ეძებს იმას რეალურად რა უნდა მას. რაც უნდა, ხო. ამ სოციუმში ხო ძალიან რთულია რომ იპოვო. ხო, სოციუმში ვერ იპოვე. ყოველთვის შენში უნდა იპოვო ის, რაც შენ გინდა. ამ სოციუმში ვერ. ეს მოცემულობაა. ნამდვილია ეს ყველაფერი? როგორც შენი წარმოსახვა კი? მხოლოდ ჩემი წარმოსახვა? კი, მომისი. თქვენი? აი ხა რასაც ხედავ, რასაც უყურე, ეს ჩემს გონებაში არის. ეს ჩემებურად შეფასებულია, ჩემ გემოზეა ჩამოყალიბებული სულ ყველაფერი, თქვენს კი. თვალებს რო ახელ, სამყაროც აი ჩემში ჩდება. თვალებს რო ხუჭობ, სამყაროც ჩემშივე ქრება. იგრი არ არის ყოველდილითა. მე თუ არ ვარ ეს სამყაროც არა. აბა, სად იქნება? და იმიტომ არის აქ მე ამთავარ. სამყაროზე ცოდნა, ღმერთი, ყველაფერი, მე თუ არ არის ამაზე ცოდნები არ არის. ანუ ჯერ მეა და იმიტომ არის აქ მე ვეძებთ მე ვიღა. ეს მე არ იყო 100 წლის ეხლა არის. და ამ მეს საკუთარი თავის პოვნაში რა უშლის ხელს? სურვილები. მინდები. ხო, სურვილი მინდა და სურვილი ჩვენი არ არის. სურვილები თანდაყოლილი, ეგეც გენეტიკური არის. ანუ მე რაც მინდა ზუსტად არ ვიცი, მინდა თუ არა? აქ ვის უნდა? აი ეგ არის მთავარი. ვის? აი ეგ ზუსტად ეგ არის ამასაკი. ვის უნდა და რა უნდა? ანუ შეიძლება მეგონოს რომ მე მინდა და ამ დროს არ მინდა. ხო, სურვილები რომ მოდის ეგრევე ახორციელებაში არ გახვიდი, ჯერ გადაამოწმე, აბა მართლა მინდა თუ არა და მეტწილად კი მიხვდები რომ არ გინდა. აი ერთი მთლიანი ყველა ადამიანისთვის ერთი საერთო რა არის ის, რაც ყველას უნდა. სიმშვიდე და სიყვარული ეგ ერთია. ყველას უნდა რომ უყვარდე და ყველას უნდა რომ უყვარდეს და აი ზუსტად ეგ არის. იმიტომ შენი არსი თვითონ სიყვარულია და ეძებს სიყვარულს, სხვა არაფერს ეძებს. და ის გარეთ არ არის, ის უკვე არის. ბედნიერება, სიყვარული თავიდანვე არის. ეგ დაჟე მოცემულობაც არ არის. იმიტომ არ გაჩენილა და არც არასოდეს გავა. აი დანარჩენი ყველაფერი მოცემულობა და ზუსტად ამ მოცემულობაში ეს ცოდნა, ზუსტად ეს ყველაფერი ყვება ამ მარადიულ სიყვარულზე. ბავშვობიდანვე ბედნიერია, მაგრამ მშობელი მე რას აკეთებს, ამ ბედნიერებას ართმევს იმით, რომ აი ახლა ეს უნდა ისწავლო,
ეს უნდა დაამთავრო, მერე ის ხელფასი დიდი გექნება და მერე ბედნიერი იქნები და აი ზუსტად არასოდეს არ ხდება. და აი ბავშვი რო ბედნიერია, მშობლის ვალია ეს ბედნიერება შეუნარჩუნოს. ამ ბედნიერებაში შემატოს ცოდნა, რომელიც ბავშვი ზუსტად ამ ბედნიერებას არ დაკარგავს, ისეთი ცოდნა ექნება, რომელიც და სულ ბედნიერი იქნება. ანუ ადამიანი რო იბადება და ბავშვობაში რო ბედნიერია, შემდეგ რო გადის წლები და უკვე სიბერისკენ მიდის, ისევ ბავშვობაში უნდა დაბრუნდეს და ეგ არის. ბავშვები ვით იყავითო, ეგ არის. ანუ ეგ უნდა გავიხსენოთ. ღმერთი სად არის? სულ ღმერთია. ღმერთის გარდა არაფერი არ არის. სხვა ვერაფერი ვერ იქნება. რანაირია სად არის? რომელია? ეს სულ ყველაფერი რო ღმერთია, უფრო კარგად სიტყვებით იხსნება? სიტყვებით ვერ აიხსნება. რაც იხილება, ისმინება, იგრძნება, იყნოსება, სულ ყველაფერი ღმერთია. თან ეგრე ბიბლიაც ეგრე იწყება, თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სადამიწაო, ანუ ღმერთი იყო სულ უსაზღვროა. შექმნა სადამიწა, საიდან ხო არ მოიტანა, საიდანაც ხო თავის თავიდან აიღო. ანუ ის ცაცა და მიწაც ღმერთის ნაწილია. რისგანაც მე მთელი სამყარო იქმნება. აგრეთვე მე ვფიქრები, საუბარი სულ ყველგან ღმერთია. ანუ რაც კი რამეა, ყველაფერი ღმერთისგან არის და ყველაფერი უყურე რაც იხილება, ისმინება, იგემოვნება და შეხებადია, ყველაფერი ცვლილებადია, აი სუტრიალებს. როგორც ახლა აზრები ეს სიტყვები. მანამ ამ სიტყვის სად არის მანამდე? და რო ითქმის მე სად მიდის? წარსულში. წარსული არ არის, არ წარსულში. ანუ ეს სიტყვა ზუსტად საცა სიტყვა იბადება, ისევ სიტყვა იქ უბრუნდება და ეს სიტყვები ზუსტად საუბარი ტრიალებს ერთში, ანუ შენში. ანუ სიტყვის გარდა არაფერი არ არის. ყველაფერი სულ სიტყვაა. აი ახლაც რა ხდება? ყველაფერი სიტყვა. საუბარი რომ შედგეს სიტყვა უნდა, კი ბატონო. სიტყვა ითქვა ხორ შეისხავ. ესეც სიტყვაა, სხეული. ზუსტად სიტყვა რა კი სხეული სიტყვა შეუძლია რომ იმეტყველოს და მეტყველობს. ანუ თვითონ სხეული ინფორმაცია და ინფორმირდება. აი ახლა ორი ინფორმაცია ერთმანეთს რომელიც ამ ცოდნას რაღაცას ინფორმირდება. მაქვს ხოლმე, ბევრჯერ არ მქონია, მაგრამ არც ძალიან ცოტაჯერ მქონია, ესე ქუჩაში რომ გამოვდივარ და აი როგორც შვილი გიყვარს უპირობოდ, ამ უპირობო სიყვარულს ვგრძნობ ყველა სულიერი და არასულიერი არსებების მიმართაც. და აი ეს მდგომარეობა და ეს შეგრძნება სამწუხაროდ ერთ წუთამდეც ვერ აღწევს. აი როგორც თქვენ თქვით, არ იხსნება სიტყვებით ეს. მაგრამ როგორც კი დავფიქრდები, რომ რა მაგარ ამბავში ვარ, იმ წუთში შემოდის რაღაცა უკვე ფიქრები, რომლებიც ყურადღებას მიფანტავენ და ისევ ჩვეულებრივ ამბავს უბრუნდები. აი სულ აქ როგორ უნდა იყო? რა ეს სულ არის. პირიქითა დანარჩენი ყველაფერი მოდის მიდის მაგის გარდა. და ჩემთან რა პირიქითა საუბარიც ეს ნაბიჯებიც აი რა დროს ხდება სიარული, უყურე, გადადგმული ნაბიჯი უკვე აღარ არის, ხო? გადადგმული ნაბიჯი. და ჯერ არ გადადგმული ნაბიჯიც ხო ჯერ არ არის. ანუ სიარული რა დროს ხდება? მხოლოდ მეხსიერებაში. ეხლა რომ რამდენიმე ნაბიჯი გამოვიარეთ, გვახსოვს, თორე აბა სინამდვილეში სად არის მაჩვენე. მაგრამ შედეგი ხო ჩანს აქ მოსული. აქ სადა? ანუ აი A პუნქტიდან B პუნქტამდე. ხო, ანუ A პუნქტიდან B პუნქტამდე სხეული გადაადგილდება. არა ცოდნა, რომელიც ამას აცნობიერებს. ის რაც ხარ, ის არ გადაადგილდება. როგორც გაზაფხული მოდის, მიდის. ხო არ გაყვები? ეს ინფორმაცია ხო ტვინში მაინც ხდება, უბრალოდ სულ ტვინში ხდება, ვაფშე ყველაფერი ტვინში ხდება. ეხლა ეს ხდება ერთ ტვინში ყველაფერი. მთელი გადაადგილება, გადმოადგილება მხოლოდ მეხსიერებაშია. რეალურად არ არის. და აი ყურე მეხსიერება იხსენებ და მიყვები, აბა სად არის ვერ ხედავ. ეხლაც ეს საუბარი ვის საუბრობს? საუბარი ხდება მიზეზ შედაგებრივი შეკითხვები, პასუხები და საუბარი საუბრობს. აქ შიგნით სხეულში არავინ არ არის, ვინც საუბრობს. არც მაგ სხეულში არავინა ვინც ისმენს. ხო, მაგრამ თქვენ სხვანაირად ისაუბრებთ, ანა სხვანაირად ისაუბრებს. არა, თვითონ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, თვითონ ინფორმაცია ერთი მეორესგან განსხვავდება. და ეს ზუსტად სხვაობა ამ ინფორმაციისა ჩანო თვითონ ვიღაც სხვადასხვა, თორე თვითონ ინფორმაცია ერთი, რომელიც ინფორმირდება. ეხლა ერთ სივრცეში, ერთ ცნობიერებაში ხდება ეს საუბარი. ხო. მოსაუბრეც და მსმენელიც ერთი და იგივეა. სიტყვას თვითონ აქვს უნიკალური თვისებები გამატერიალიზებისა. სიტყვა ქმნის ყველაფერს და სიტყვა შლის ყველაფერს. სული რა არის? სიტყვა. ეგეც სიტყვა. სული. ხო, არსებობს ეგეთი თეორიაც.
სული არის ინფორმაცია, რომელიც მიდის სადღაც სხეულის გარდაცვალების შემდეგ და ბრუნდება. ჭიქა სიტყვა, იმის სიტყვის უკან არის ვეხები. სულით სიტყვა, მის უკან რა არის, აბა მაჩვენე. არაფერი. პასუხიც ეგ არის. სიყვარულები განსხვავდება? სიყვარულს არა, სიყვარული აი დააკვირდით, ყველა რო დააკვირდით, ყველა მიხვდებით. სიყვარული ერთ ხარისხისა არის. ხო, ბავშვი გიყვარს თუ დედა გიყვარს, ხო, ეს სიყვარული ერთი ეგრე არ არის? აბა დააკვირდეთ. დაჟე მანქანა, ბევრს მანქანა უყვარს, დაჟე აი იმ სიყვარულს ოპა უღუებს. სიყვარული ერთი ხარისხისა, ერთი გემოა. მაგრამ ერთი გემო როგორ უნდა გაყო? არ იყოფა. ცოლქმრული სიყვარული სხვანაირი არ არის. ცოლი, ცოლი, ქმარი, ანუ ცოლი, ქმარი, ინფორმაცია მის უკან ქმარი, კაცი, ესეთი, ცოლი, ესეთი, ანუ ეს დეტალები არის, თორე სიყვარული არ იშლება. პირიქით, სიყვარულის გამოხატულება ის დანარჩენი ყველაფერი, რასაც კი ვასახელებთ. ყველა ერთნაირად გიყვართ? სიყვარული ერთია, წეგან ეხლა ერთი ხარისხისაა. ვერ გამოარჩევ. მეტად, ნაკლებად, რანაირად მეტად, ნაკლებად. რას ქვია, მეტად მიყვარს და ნაკლებად მიყვარს, აბა? ხო, აი ვიცი რასაც ამბობთ, მაგრამ მე როცა აქ ვარ, მაშინ მანდ ვარ, მაგრამ როცა აქ ვარ ერთ წუთში. მე უკვე ყველა სხვადასხვანაირად მიყვარს. სიყვარული. ვიღაცა რომელი რანაირი სიყვარული? აი რავი, სუბიექტური, ობიექტური. არ ვიცი. სიყვარული განცდა და არის ერთი განცდა. შენ რო განიცდი სიყვარულს, მაგრამ მეც ერთი და იგივეს განიცდით. ერთი და იგივე ხარისხისაა. ანუ გამოხატულება შეიძლება იყოს. გამოხატულება რა თქმა უნდა, ხო, შეფუთვა უკვე და მისი გამოხატულება უკვე სხვადასხვანაირი ფორმისაა, ფორმა ეძლევა სხვადასხვანაირად წარმოსახვა, მაგრამ თვითონ საიდანაც მოდის წყარო ერთია. გრძნობები რამდენად განაპირობებს ზოგადად ადამიანის არსს? და საერთოდ საჭიროა? აი ეს დიდი სიყვარული, რაც ერთი მთლიანია და ყველასთვის ერთიანია. ეგ ადამიანურ გრძნობებთან კავშირშია თუ ცალკეა განპირობებული და ადამიანური გრძნობები მიწიერია. თვითონ აი ყურე ადამიანური გრძნობები, ანუ ირჩევ ეს ადამიანური გრძნობები ზუსტად ამ სიყვარულშია, მაგრამ აი ეს გრძნობები ეგეც ზუსტად ინფორმაციულად დაშლილი არის. ანუ თვითონ ის გრძნობა თუ სხვანაირ, ანუ ემოციები უკვე ანუ არ არის ჩვენ, ემოციაც ინფორმაციაა. უბრალოდ რა კი ერთი მონორისგან განსხვავდება, იმიტომ რომ ვითომ სხვადასხვაა. ამ ქვეყნად რომ ვევლინებით, ყველა ემოცია ხო უკვე არის. ემოციები არ არის ჩვენი. მოვედი ამ ქვეყნად უკვე ემოციები იყო. მე ამას ხო გასწავლიან, ანუ თვითონ სიტყვაში ემოცია დევ. ეს ცუდია, ეს კარგია, ხო გასწავლიან ბავშვობაში. ანუ თავიდანვე ამ ემოციებს შენში დებენ. რაცა გიყვარს უბრალოდ დებენ. ხო, ის სიყვარული სულ სხვა ემოცია, ვაფშე რანაირი, ემოცია სხვა რამეა. სიყვარული სულ არის, სულ აქ არის და სულ განიცდება. როგორ მოხვედით ამ მდგომარეობამდე? კრიზისი, დიდი ტკივილია, ეს ყველაფერი იყო? ხო, ეგენი იყო კი, ხო, მაგ. გენ უნდა რავი, ეთყობა უნდა გაიარო, დაიღალო. იმიტომ სულ სადღაც ხარ, წარსულში ან მომავალში, სულ ფიქრებში ხარ. და ზუსტად ეს ფიქრები, ემოციები, აი სულ ემოციებში ხარ და ამისგან იღლები როდისღაც და უკვე რომ ნებდები, მე აი ზუსტად ეს მე აღმოჩნდები აქა და მე ხვდები რა ხო ისედაც იყავი. უბრალოდ აი სადღაც იყავი ამ ფიქრებში, რაღაც ემოციებში. და ესენი უკვე რო წავიდა და აქ ხარო, აქ უკვე აქ არანაირი ემოცია არ არის. ეს იმშვიდია. აი პირველი ეს განათება, რომ აი ბაც და ვაუ, აი ეგ მომენტი იყო თუ ნელ-ნელა ტრანსფორმირდა ეს გონება და ცნობიერება, რა? ნელ-ნელა იყო. ერთხელ რაღაცას ვაკეთებდი, მუშაობდი, ეგეც მაქვს ახსნილი და უცებ აზრი მომივიდა, ეხლა რომ ქრისტე უფალი აი აქ დადგეს, ხო, რას იზამ და აი ამას უკვე მივყევი, მაგრამ რას ვიზამ და გავჩერდები, ხო, დადებ ლაფატკას, ხო, წინ ქრისტე გიდგა, უფალი გიდგა. მე რას ვიზამ? დადე ლაფატკა, მე დავჯდები. თქმა უნდა, არა, უფალი დაინახო, ფეხზე როგორ იდგები, ან დაწვევი, ან ისა და დავჯექი მეც და მივდევთ ან ამასა. მე რას ეტყოდიო და აი რა უნდა უთხრა, ღმერთია ყველაფერი იცის. რა უნდა უთხრა და არაფერს და მაშ რას გააკეთებდიო და უცებ მოვიდა ღმერთი სიყვარულიაო და ეგრე შევიგრძნობდი მეთქი და აიგავ თქვი თუ არა ის წარმოსახული ის უფალიო რაღაცნაირად ჩემში შემოვიდა და აი აქ ვაფშე სულ გაქრა ფიქრები ვაფშე სულ ყველაფერი ხედვები ხილვები სულ ყველაფერი და იყო აი სასწაული ეს მდგომარეობა იყო
მე რაღაც ზაღლების ყეფებმა იმებმა მომიყვანა და გაიხან 1-3 საათი 4 საათი მაინც ვიყავი მაგ მდგომარეობაში. 3 საათი რამე. ხო, აი მაგ მდგომარეობაში. 3 საათი რამე. აუ იმიტომ რომ უკვე ბნელდებოდა, ანუ დღე იყო რომ მუშაობდი. და მე აბა ეს ხო აბა წავიდა. ხო, ვერ მივხვდი რაშია საქმე. და მე დრო გავიდა და ეხლა ეს ხო აბა მაკლია, როგორი ერთის დააგემოვნო, მე ამას მოსვენება არ გექნება. მე არ ვიცი რაღაცნაირად მე ბიჭები ვიყავით, მეგობრები და რაღაც საუბარი ჩამოვარდა და აი დამაინტერესდა რომ დიდაფეთქების მერე დაიწყო აზროვნება თუ მანამდეც იყო აზროვნება და მე მოხდა დიდი აფეთქება და რაღაცნაირად აი ეს დიდი აფეთქება ჩავკეთე და მართლაც ეგრე მოხდა, გაქრა ყველაფერი და აი ამ თლიან კოსმოსში ესე ვლივლებდი ეს ჩემი სხეული, აი ვლივლივებს. ნუ კაი შეგრძნება იყო მართლა მაგარი და ამ დროს კიდე შეკითხვა მოიცა ის თუ მე ვარ, სხვა არაფერია, მარტო აი ჩემი სხეული და კოსმოსი, ცარიელი. ის თუ მე ვარ, მაის ვიღა ამეთქი, ვინც იმას უყურებს და აი მაგის თქმა იყო თუ არა და ისე გაქრა. სხეული და ესეც რა თქმა უნდა და ისე ყველაფერი გაქრა და ზუსტად ის მდგომარეობა როგორც ქრისტესთან მომივიდა. აი ზუსტად გამიორდა და ზუსტად მაგ დროსაც კაიხანი ამ მდგომარეობაში ვიყავი და აი უკვე რომ მოვედი მე ისე დაბრუნდი. აი მე უკვე არ მოვისვენი. მე თქვი რა ხო არ გავგიჟდი მეთქი. აი მე დავგუგლე YouTube-ზე ჩავწერე ვინ ვარ მე რა ბოლო და ამომიგდო რობერტ ადამსი. პირველი მე არც მქონდა წაკითხული არც მისმოდა და აი რობერტ ადამსი რო ჩავრთე და დავიწყე მისი მოსმენა, უსმენდი, რაღაცნაირად დავიჭირე ის ადგილი, საიდანაც საუბარი მოდიოდა. თვითონ საუბრის შინაარსი კი არა, არადა მაგის საუბრის შინაარსი ეგ არის, მიხეხარ იქიდან საიდანაც და ეს ისეთნაირად დავიჭირე, რომ ეს მდგომარეობა გავიხსენე და აი მად უკვე მოხდა და მე ყველაფერი უკვე მაშინ განათდა. აი მაშინ განათდა და დადგა და დაჯდა და იმის მერე აი სულა. მოვიდა დიდი სიმშვიდე. ხო, აი სიმშვიდე და ანუ ყველაფერი გაიწია და აი მაშინ გაცნობიერდა რომ რაშიც არის საქმე. მე რა თქმა უნდა მისმენა დავიწყე და უკვე ეს აღარ იკარგებოდა. ერთხელ რომ მოვა ეგ, არის შანსი იმისა რომ ისევ დაგაბრუნოს უკან? არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ბევრი თავის ტკივილები მქონდა. 1-2 წელიწადი მაინც ამით დალაგება უნდა, იმიტომ ამოდონა ჩვევები, ამოდონა რაღაცების დაჯერებები, ქვეყანა რამე ხო გჯერა. ხო ზუსტად ის რაც მე გვაწვალებს, ის არის რომ რაღაცების გჯერა. და აი ამების გაწმენდები და ისინი იყო, ანუ ეს დასტრესილი რაც იყო 52 წელისა ვიყავ. 52 წელიწადში რაც აი ესენი ნელ-ნელა აი 2 წელი მოუნდა. იქ ტკივილები იყო, სიცილები იყო, ყველანაირ გააჩნია. ანუ მთელი სვა მომატრიალა მთლიანად და ოღონდ ეს სიმშვიდე მაინც წინა ფონზე იყო გამოსული და აქედან გამომდინარე ყველაფერი რაღაცნაირად ადვილად გაიარა და აი თქვენნაირი ცნობიერების ადამიანს შეხვედრი ხართ ამ 2 წლის განმავლობაში? კი არიან რამდენიმე შემხედრიან, ხა ოღონდ არ გვისაუბრია, აი ერთ ჩემთან საქართველოში? კი, ჩემთან ჩამოვიდა, დაჯდა, მითხრა, მე არც კი ვიცი რატომ მოვედიო, უბრალოდაო და კი ბატონო მივითხარი, იდეთ მიზი და იჯდა და შემოჩინე რომ აი ხლა მეტირებაო და იტირებენ მოვთხარი არ არის პრობლემა და ცოტა ცერვენები რო წამოვიდა, ავდექი მივედი, ჩავეხუტე, კარგად ორივემ გამოვიტირე და წავიდა. არ იყო სიტყვა. ლაიტმანი ამბობს ხოლმე, რომ ადამიანის ყველაზე განვითარებული მდგომარეობა მაშინ მოვა, როცა ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ კონტაქტებიან. სიტყვები აფუჭებს. სიტყვების გარეშე ურთიერთობა უფრო ფაქიზია, უფრო ნაზია. აი მე მართლა სიყვარულის გამოვლინებას ხედავ ყველგან, ყველაფერში და აი სიტყვების გარეშე მართლა საოცრება. ბნელიც ლამაზია? ბნელი არ არსებობს. ბნელი მხოლოდ ეგოსთვის არსებობს. ბნელი აბა სად არის ბნელი? ღამე რა არის? ჩრდილია, ხო? დედამიწა რო ეფარება მზეს, ჩრდილს იკეთებს და ვარქმევთ ღამეს. არო ის თან ისიც დროებითია. აბა ბნელი რა არის? ბნელი არ არსებობს. ბნელის გარეშე ნათელი არის? ბნელი თუ არა, ნათელს როგორ დავინახავთ? ნათელი სუ არის. მზე სუ ანათებს. მზისგან გადმოსახედიდან ბნელი არის? აი ხლა მზიდან იყურე ხა. მზე მარც კი იცის სიბნელე რა არის, სუ ანათებს. აი გაჩინია სადახა. გონება რა იმაზია სულ. თუ ყოველთვის მზე ხარ, შეთი სიბნელი არ არსებობს. მართლა მასე.
სიბნელეში ალბათ უფრო კარგად ამოქმედებ ეგოს. ხო, ზუსტად ეგრე არის. ბიბლიაში კარგადაც წერია, ხო. აი ხლა ზუსტად ეგ პერიოდი მოვიდა. ყველაფერი დამალულიო, ხილული გახდებაო. ანუ მზე გაანათებს. даже უკვე სიბნელე რო აღარ იქნება, უკვე ყველა გამოჩნდება. ყველა გამოჩნდება ვინ არის. ეგრეც მიდის. ფიქრობთ, რომ ეს მიწა განსაკუთრებულია? დედამიწა? არა, საქართველო. დედამიწა რა განსაკუთრებულია, თავისთავად განსაკუთრებულია, მაგრამ აი ამ დანარჩენ მიწებს შორის საქართველოს განსაკუთრებულობას რაიმეში გრძნობთ, თუ ყველაფერი ერთია მაინც? განსაკუთრებულია, ხო, იმიტომ რომ აქ უფრო გამოცდილია, აქა თვითონ ჰავა ეგეთი ეტყობა, აქ სხვანაირი ხალხი იბადება. რა გვიშლის ქართველებს ხელს? დამშვიდება, უნდა დამშვიდოთ. ერთადერთი დამშვიდება. როგორ დავამშვიდოთ? აი ეს ურთიერთობითა, საუბრითა, აი სიმშვიდეს საუბრითა ნელ-ნელა ადამიანი მშვიდდება. თქვენ ხომ მშვიდდებით? კი და მაგის თქვენნაირი ადამიანები რომ ყავდეს ირგვლივ, მეც მშვიდად ვიქნებოდი. ზოგადად ადამიანი ხო სოციალური არსებაა და მგონია რომ ყოველს ვალია რომ ეს სიმშვიდე ესე გავრცელდეს რაღაცა ერთად. სიმშვიდე უკვე არის, ადამიანი არის ინფორმაცია მხოლოდ. ეხლა ეს სხეული მოხვდა ამ სიმშვიდეში რაღაცნაირად და ზუსტად ამ ინფორმაციაზე საუბრობს ეს სხეული. აი ინფორმაცია ეს სხეული საუბრობს ზუსტად ამ სიმშვიდეზე, რომელიც სულ არის. და ეს სიმშვიდე ხო არ არის ჩემი პირადად, ეს სიმშვიდე არის სულ ყველასი. და როცა ამას ისმენენ, ხო და ეს რო ლაპარაკობს, ეს უნდა გაჩუმდეს. როგორ გავაჩუმდე? აი ზუსტად ესე სიმშვიდეზე საუბრით. ნელ-ნელა ხო მშვიდდება. ხო აღარ არის ხომ ახლა წარსული მომავლების. არა, ეხლა უბრალოდ შეკითხვები პასუხებია, თორე ეხლა ჩემი სივრცე რო ყოფილიყო. ხო, თორე ჩემი სივრცე რო ყოფილიყო, აქამდე უკვე მშვენი ადგილას იქნებოდი. სიმშვიდე განიცდება, სიმშვიდეზე ვერ ისაუბრებ. საუბარს იწყებ, ანუ საუბარი უკვე ხმაურია. აი სახელებს რო არქმევ, უყურე ხესა უყურე და სახელი რო არ დაარქვა, აი ჩუმად უყურე, სახელს ნუ არქმევ და უყურე. ხე დაარქმევ თუ არა, ხე, უყურე ხე, უკვე გესმის, ხო? ანუ ხმაური შემოდის. მანქანა, ხო? შიგნით, აი რომც არ თქვა, რო ასახელებ შიგნით. აუ, ეგრე გაითიშოს. და ხო და უყური არ არის ეხლა. ეხლა რასაც უყურებ, ნუ ასახელებ. შესაძლებელია რა თუნდა დაასახელო იმას, რა ისედაც იცი რას უყურებ. როცა არის უკვე ცოდნა რას უყურებ, რა აუცილებელია დაასახელო. და როცა არ ასახელებ, აქ ხმაური არ არის. ანუ სახელი რო არ კომენტატორი გაჩუმებულია. ანუ სახელებია, რომელიც ხმაურობს და ზუსტად რო ფიქრობ სახელებისგან, ფიქრი სახელებისგან შედგება. ეხლა სახელები არ გამოიყენო, ვერ გაიხსენებ წარსულსა, ვერც გუშინდელ დღესა და ვერც მომავალს ვერ დაგეგმავ. ეგრე არ არის? სხვათა შორის სიტყვები მავიწყდება ძალიან ხშირად. ო, და ეგ არის იქით, რომ სიმშვიდეში რომ მიდიხარ, არა უშავ, კარგია, მე ერთიანად დალაგდება. არაფერი იკარგება, რომ ამო ყველაფერი დასტოვე, მიატოვეო და გამომყევიო, ეგ იმას არ ნიშნავს ყველაფერი. პირიქითა, მცირეს მიატოვებ, როგორც ეგოს რას ფლობს. აი მცირეს თუ დასტმობ, მე მთელი მსოფლიო, თორემ მთელი სამყარო შენი ყოფილა და აქ უკვე მდიდრდები, რა თქმა უნდა. ბედნიერების წრემლები კარგია. მაგ წრემლებს აგროვებენ ხოლმე და სამკურნალოდ კარგი. ანუ ცოტა შემიგროვა. აი ეს წარსულის და მომავლის ფიქრები. მეხსიერებაშია, ზუსტად ჩვენ მეხსიერებაში აი ქვეცნობიერში ესენი და იქიდან თავისთავად ამოდიან. და ფიქრების ერთადერთი მიზანი არის შენი ყურადღება წაგართვან. იმიტომაც შენ ხარ სიცოცხლე. რატო აბოროტი ეგეთი ფიქრი? ფიქრი არ არის თავისთავად ბოროტი, არა. ფიქრები ძალიან მაგარი რამე არის. ფიქრები შენგან გამოხატავენ, შენ გამოხატავენ. რატომ ერევიან რა? არა, შენ არ გერევიან, უყურე თვითონ თავისთავად უკვე რომ მოვდივართ, ეს ფიქრები უკვე დატვირთულია უარყოფითი და დაბედებითა და ისინი როტირდებიან შენ ყურადღებას რო გართმევენ, არა? აზრი მოდის ყურადღებას გართმევს, რო უყურებ, მე ის ერთი აზრი, მეორე აზრი და მე გადადის უკვე ფიქრებში. ანუ ეს ზუსტად ამ სახელები. და აი ზუსტად ისინი შენ როგორც გასწავლეს ის სახელების უკან რო უარყოფითია, აი მე უკვე განცდებით შემოდის ემოციების და შენ განიცდი. აი აქ რა უნდა გავაცნობიერო? არ უნდა დააუჯერო. ერთადერთი ეგ არის რომ არ გაიგივდე მათთან. ანუ ყურადღებას ვეღარ წაგართმევს. ანუ საცაშენი ყურადღება იქ იხარჯება მთელი შენი ენერგია, სიცოცხლე, ძალა. და როცა უკვე ფიქრებისკენ აღარ გაქვს, ისინი ვერ ცოცხლობენ. ვერ იცოცხლე, შენს გარეშე ვერ იცოცხლე. შენ როგორც ყურადღება ხარ ყველაფერი. ანუ ყურადღება შემოდის მატრიცაში ამ სამყაროში. და რომელიც აი თავიდანვე იჯერებს რომ ეს სხეულია, გონია რომ ეს სხეულია და აი მთელი
ყველაფერს იჯერებს, ყველაფერთან იგივდება, ყველაფერს განიცდის, რაც უკვე არსებულია, უკვე პროგრამას სტანაა გაიგივებული. და აი ზუსტად აქ ხდება ამ ყურადღების აი გაჩერება. იღლები ჩერდები მე და უკვე რო ჩერდები მე უკვე ხედავ ნელ-ნელა და მე უკვე აქ აცნობიერებ რომ დადებით და უარყოფითი მხოლოდ შეფასება. დააკვირდი ცივი ცხელი. ანუ შენ მესამე გამოდიხარ, ვინც ცივი ციცის ცხელიცა, ხო? არც ცივი ხარ, არც ცხელი. და შენ აქ მესამე ხარ. ბოროტი და კეთილი. უყურე, შენ მესამე ხარ, არა ხარ არც ბოროტი და არც კეთილი. რომელმაც იცის ბოროტი რა არის და სიკეთე რა არის. აი მესამე ხარ. და ეს მესამე ყოველთვის ნეიტრალურია. თუ ბოროტობა დაიჯერე და გაიგივდი, მე ცუდად გძნობ თავსა. თუ სიკეთე დაიჯერე, სიკეთე, მე კარგად გძნობ თავს. ორივე გაწიე და არის ნეიტრალურია. და ეს ნეიტრალობა ზუსტად ეს უპირობო სიყვარულია, რომელიც შეუფასებელია. ყველა აზრამდე ხარ, ყველა მოვლენამდე ხარ. ეგრე არ არის? ბოლო დროს სულ ვაკვირდები, რა ფიქრები შემოდის ჩემში, რომელი მგრის ემოციას და სულ ფიქრებია. ეხლა პირველი რიგში დააკვირდი ამ სხეულსა, რომელიც ეხლა საუბრობს. პირველ რიგში ამას უნდა დააკვირდი. აქ მოდის ფიქრები. ჯერ ამას რომ დააკვირდები და ამასაც და მე ვინ აკვირდება ამ სხეულსა, ეხლა ყურადღება ეგ გადაიტანე. შენ რასაც უყურებ, ის ხარ თუ ის ხარ, ვინც იყურება. აი, რასაც უყურებ, ის ხარ, ხო ის ხარ, ვინც უყურებს. რაც გესმის, ის ხარ, ხარ ის, ვისაც ესმის, ხო? რასაც აგემოვნებ, ხო არც ის ხარ. ხარ ის, ვინც აგემოვნებს. და რა კი სხეულს აკვირდები, სხეული ვერ იქნები. ხარ ის, ვინც სხეულს აკვირდება. სად ვარ საერთოდ? არ ვიცი, აი, ამას ხო აცნობიერებ. აცნობიერებ ყველა რა აწერია, სულ ყველაფერს ხო აცნობიერებ. ეხლა ის გააცნობიერე, რითიც ამას აცნობიერებ. ის იქ კარქები უკვე იქ ყველაფერი ანუ ის რაც ხარ არც იხილება არც ისმინება ის არის სულ და დანარჩენი რაც კი რამეა აი ამ ყველაფრის მიღმა ხარ იმიტომ აზრი რომ მოდის ხო შენ მანამდე ხარ სიტყვა რომ მოდის ხო მანამდე ხარ მე უბრალოდ უფლებას აძლევ ეგრე გამოდის და ის ხმოვანდება და მიდის საუბარი ანუ საუბარიც რა არის ინფორმაცია რომელიც უიცვლება რაშიც სამყარო მოქმედობს მოძრაობს ის თვითონ უცვლელი და უკვდავი და სულ არის. იმას არც საწყისი აქვს და არც ბოლო. და ეგ ცოცხალია. ეხლა ხო განიცდი? არსებობას ხო განიცდი? მეც განიცდი. ყველა განიცდის. და ზოგჯერ ეს სხეულიც მხოლოდ აი ეხლა აიქაც ეხლა არსებობა განიცდება, აი აქ განიცდება არსებობა. მაგრამ ეს ვერ იტყვის, იმიტომ აქ სხეული არ აქვს. და აი ზუსტად ეს რა კი აქ არის, აქ სხეული აქვს. უკვე აი სხეული ხდება ამას. და ანუ მე ეს კი არ ვარ სხეული, ვარ ეს. უბრალოდ ეს შესაძლებლობა, რომელიც ამას აცნობიერებს, თორე თვითონ ეს არაფერს აცნობიერებს. ამან არც კი იცის ეხლა რომ სამყარო არსებობს. აი ეს სხეული რო ზოგჯერ მღლის. ვიზღლის, ამას სხეული ვერ დაღლის. უყურე, იმიტომ რომ გაიგივებული ხარ ამ სხეულთან, და ეგ სხეული არ ხარ, შენ ხარ ეს. და ეს ვერ დაიღლება. აი, განიცადე, ეს განიცდის. შენც ხო განიცდი? ეს გაერთიანე ეხლა. ეს წავიყვანო იქ? არც არაფერი წაიყვანო, უბრალოდ გაჩუმდი. ნუ ფიქრობ. არ ახვი აზრებსა. აი ზუსტად ეს არის შევჭკვა რომ ამ ყველაფერი შეფასება უნდა და ყველაფერი აღწერა უნდა, კომენტირება უნდა და აი მაგას არ ახვე და უბრალოდ განიცადე. მართლა ვარ ხოლმე მან. ვიცი რომ ხარ. მართლა არ უნდა ვიცი ეს არ იცოდნა ამისი რომ ეს ვარ სულ ყველა. და ეს არის ზუსტად უყურე ყველგან და ყველაფერი. ანუ ამას გააზრება არ ჭირდება, გამოდის? არა, აზრებამდე აქამდე მოყეხარ და მე ამის გაცნობიერება უნდა, ანუ შეგრძნებადია. სრულყოფილი მხოლოდ მდგომარეობა, სრულყოფილებას ვერ აღწევს. ძაღლმა იცის რომ არის, უბრალოდ არ იცის რომ ძაღლია. ყველაფერმა იცის რომ ხემაც იცის რომ არის. უბრალოდ ის არ იცის რომ ხია. ყველგან ცნობიერება. და ერთი ცნობიერება, რომელიც თვითონვე იძენს ფორმებს და თვითონვე აცნობიერებს ამ ფორმებს. ყველა სხეული აკეთებს თავისაკვე, მაგრამ აი ეს არ უნდა და საერთო გვაქვს მხოლოდ ეს. აი სიჩუმე და სიმშვიდე, რომელიც სიყვარულით არის გაჟღენილი. მე მგონია რომ ქრისტეს რო გაყვა, მიგიყვანს ამ. რა თქმა უნდა, სულ მაგას არ ამბობს, ნუ განჯი არ განიჯები. დღევანდელი დღით იცხოვლე, ხვალინდელით ნუ იცხოვლებ, ხვალინდელით თვითონ თავის თავზე იზრუნავს. ყველაფერს მაგას შეიყვარე, მოყვარე შენი როგორ თავი შენი, შეიყვარე მტერი შენი როგორც მოყვარე შენი. ის უბრალოდ ცხოვრებაში უნდა გამოიყენო. მარტო განა უნდა დაიზეპირო. ისიც შენ. აი უკვე ამას რომ გამოიყენებ და უკვე განცდაში რომ გადავა უკვე უნდა გამოცდილებაში. აი მე რა თქმა უნდა. მიხონ მე და მე ვარ გზა მამასთან მისავალია. ანუ ქრისტე ცნობიერება. და ეგრეც არის თუ ცნობიერებაში არ გახვედი უკვე აბსოლუტში მამასთანაც ვერ გეცოდინება.
წარსული მომავალი ისტორია. ეგა ინფორმაცია სიტყვაში. თვითონ რეალურად არ არის, ტერიტორიულად არც მომავალი, არც წარსულია და სიტყვაში არის. 3000 წლის უკან თვითონ სიტყვაშია, თორე ტერიტორიულად არ არის. ერთი წამის უკან სიტყვაშია, თორე აბა სად არის? სულ სიტყვებია მეტია და სიტყვას აქ შინაარსი, აი ეგ. ეს სხეული აწმყოში იბადება, აწმყოში იზრდება, აწმყოში ბერდება და აწმყოში იკვდება, სულ აქ არის. სულ ეს მომენტი, ამ მომენტში ჩდები და ამ მომენტში ხარ სულ ყოველთვის. მეორე მომენტი არ არსებობს, აი საერთოდ არ არსებობს. ხო და რისთვის, როგორ ფიქრობთ, რისთვის შეიქმნა ეს გონება, რომ ადამიანი მიდრეკილია სულ აი ამ წარსულ მომავალს შორის იქეთ-აქეთ მერყეობისთვის, ანუ რო გაცნობიერება მოხდეს, სხვანაირად გაცნობიერება ვერ მოხდება. ანუ რყევაში მოდის საბოლოოდ წონასწორობა. კი. თუ არ გაივლი ამას ვერ მიხვდები. ანუ საჭიროებს, უნდა გაიარო, მაგრამ რომ გაივლი ბოლოს რო ახვალ, უკვე მიხვალ იქამდე, მე ვიცი რომ არაფერი ვიცი. ანუ მთელი ის ცოდნა რაც კი არის, რასაც ადამიანი გადის, სინამდვილეში არ საჭიროებს, მაგრამ უნდა გაიარო რომ ამას მიხვდე. ბავშვი რო ხარ და გეტყვიან ცეცხლში ხელი არ შეყო, თითი არ შეყო, დაგწვამსო, არ დაიჯერებ, გავად რომ მაინც მიეპარები და აი მე ვიყო ცოდნა. ანუ ცოდნამ გრძნობადი უნდა იყოს. თუ ცოდნა არ არის გრძნობადი, ისა მშრალი ცოდნა, ზედაპირული ცოდნა, რომელიც არაფრის მომტანი არ არის. რომ თქვა რომ მე რაღაც ვიცი, ის შენ უკვე შეგრძნებულ დონეზე უნდა გქონდეს. ზედაპირულად იცი, წაკითხული გააქვს, მაგრამ განცდილი არა გაქვს. და როცა ხედავ რომ ადამიანი რთულადაა, როგორ ფიქრობთ? უნდა გაუწოდო დახმარების ხელი თუ უნდა აცადო რომ გაიაროს თავისი გზა და გამოცდილება? გაუწოდო და აცადო, ეგეც შენი გადაწყვეტილება არ არის. თუ ადამიანი ცუდათაა, თუ იქიდან ჩათვლილია რომ ჭირდება, მე ის მიუგზავნის ვიღაცას დახმარებას გაუკეთებს. თუ არა და უნდა გაიაროს, არავინ მივა და ანუ ყველაფერი, აი შეცდომა არ არსებობს. კი, შეცდომა არ არსებობს. სამყაროს არ აქვს შეცდომა. შეცდომა რო ქონდეს ჩამოინგრეოდა. რამდენი ვიდარდე არ გაწვიმდეს თქო და არ გაწვიმდა. ტყუილად ვიდარდე. ან მოგაწვიმებულიყო რა იქნებოდა, არც ეგ არ იქნებოდა პრობლემა. აი ეგ არის არის ვინებს. ხეული, ჭკუა და ცნობიერება. აი ჭკუა უნდა ამოაგდო და მე იქნება გაცნობიერებული სხეული, რომელიც უკვე კომფორტულია. აი როგორ შეიძლება იმუშაო? აი აქ და ახლა, აი მარტო განცდაზე უნდა გქონდეს, იმიტომაც დააკვირდი, ეხლა რომ საუბრობთ, თან განიცდი. განცდა ხო სულ არის. თვითონ საუბარში ხარ გადართული, ეგ სხვა საკითხი არის, თორე განცდა მაინც სულ არის. ეხლა თან განიცდი არსებობას, თან აი ფიქრები მოდის. მაგრამ ეს განცდა მაინც არის. და ფიქრები იცვლება, ხარაზე ფიქრი მოდის, ხარაზე მოდის ფიქრი. ხან შეიძლება ფიქრები არ მოვა, მაგრამ განცდა უყურეს სულ არის. აქ გრძნობ ამ სხეულს და აქაც ცნობიერებ მაგ ფიქრებს. მე მგონია რომ თქვენ განსაკუთრებული მისიით ხართ მოვლენილი. ყველა ადამიანი რაღაცისთვის ხომ მოგეცათ. მე რომ მეუნებით ახლა ეგ მისიას ასრულებთ თქვენ. ამ ყველაფერზე რომ ესაუბრეთ. ზუსტად ეგ არის ეს თავისთავად რომ ითქმის, ხო, ითქმის, ხო. თქვენი სხეულით ითქმის. აი სხეულის გამოყენებით ითქმის ეს სიტყვები. აქედან რაც გამოდის, შენ იმას გრძნობ და იმიტომ აი ზუსტად ეს მე გვაერთიანებს. ეხლა ორი სხეულია სხვადასხვა, თორე შეგრძნება ეხლა ერთია, აი. ერთი შეგრძნება ორ სხეულს განიცდის, სწორედ რო შევხედოთ. მომეხელი? აი ეხლა ხო გრძნობ? შენ ხო ვერ გრძნობ, მე რას ვგრძნობ? გრძნობ შენ თავს, ხო? შენ გრძნობ. შენ რომ მომკიდო ხელი, ეხლა შენ მომკიდე ხელი. იგივე, ხო? შენ თავს გრძნობ. იმას ხო ვერ გრძნობ, მე რას ვგრძნობ? გაგრძელებას ვგრძნობ. აი ეხლა მე რომ ამას ვსვამ, შენ გრძნობ რას ვსვამ? შემიძლია ვიგრძნო. და აი აქ რა ხდება? როცა ხელს კიდებ და გრძნობ ამ შეგრძნება რო გაქვს. შენ გონია რომ მე სხვა ვარ და სხვა შეგრძნება უნდა მქონდეს. არ მგონი. არ გონია, შენ კარგად, იმიტომ შენ გრძნობ დაჭერილი და ეს ერთი გრძნობა, მეც იგივე ეს გრძნობ. ეს გრძნობა არ არის ორად გაყოფილი. და აი მაშინ როცა შენ ფიქრობ რომ მე აქ ცალკე ვარ და მე გრძნობ და შენ ცალკე ხარ და შენ ცალკე უნდა გრძნობდე, აი მადეშლება ზუსტად. აი ნეგრი. ანა აბა ხუთი ჩვენ რასკმე. სხვაზე გადავიდეთ. 40 წუთს გადაცდა. ბუდა, აი ბუდა, ეხლა სად იყო აქამდე? არ იყო ვაფშე ბუდა, თქვი, ანუ აქ არის ბუდა. ეხლა ბუდა ისტორიაც რო დავიწყე, მოყოლა აქ, აი სულ აქ ხდება. ტუტანხამონი, რაზე ქრისტე, რაზეც გინდა, აი აქ ვაცოცხლებ. ისე არ არის, აი სანამ რაღაცას გაიხსენებ, სად არის მითხარი? არ არის.
აი გაიხსენებ თუ რა აქა და აქ არის ნახდა სხეული ვერ ახარ თუ შენ სხეულა თვლი შენ თავს თავისუფალი ვერასოდეს ვერ იქნები იმიტომ რომ სხეული უკვე დამოკიდებულია ჰაერზე საკვებზე ძილზე ქვეყანა რამეზე ანუ სხეული თავისუფალი ვერასოდეს ვერ იქნება არადა შენში რაღაცა ყვირის თავისუფლობა უნდა რა და აი აქედან მე გაცნობიერენ ნენელა ხდება მე ხდები სხეული კი არ ხარ ზუსტად სხეული ინსტრუმენტი რითიც ხდები რომ ის თავისუფლება ხარ თვითონ ვიღაც კი არა ხარ ვინც თავისუფალია არამედ თვითონ თავისუფლება ხარ ის კი არ ხარ ვინც სიყვარულს ფლობს არამედ თვითონ სიყვარული ხარ აი ეს მე რომელიც ამ ყველაფერს იბრალებს და იჩემებს აი უნდა ამოაგდო და მე ყველაფერი აი რაც არის მშვენიერი აი ხლა რა არის აი არასწორი ან რავი აი რავი ვაფშე სულ ყველაფერი იდეალურად არის ეგრე არ არის მარტო როცა ვარ უფრო მშვიდად ვარ რა კარგი რაღაც შემიგეთქე მარტოობა მიყვარდა ძალიან მაგრად აი განმარტოვდებოდი ხოლმე საერთოდ კარგად და ცოტა მე დრო გავიდო და მე ხალხის გარეშეც ვერა ხალხთან მე იქიდან გამომდი მე ხალხთან და აი ეგრე ხანიკით და ერთხელაც მეთქი აი როგორ შესაძლებელი თუ არა ეს ორივე ერთდროულად ხალხშიც ვიყე და მარტოც ვიყე და აბა ხო შეუძლებელია ხო მაგრამ თურმე შესაძლებელია აი ხლა ზუსტად ეგ გომორება ეხლა ხალხშიც ვარ და მარტოც ვარ იმიტომ ეს ხალხი ხო შენ ხარ ანუ მარტო ხარ ორივე ერთდროულად ყოფნა და არ ყოფნა ერთდროულად არის აი ყოფნა თუ არ ყოფნა არე მოხარ თავიდან შეაგრო ეს ჭიქა შეიძლება მაგიტომაც დაგქონდა ამდენი ხანი ეგ იყო შენი მისია ანა ცრემლების შეგროვება მე აწი ვატაროვდა ერთი პატარა ისა ცრემლი ბათუმში ყავა ბათუმში კი არა ცრემლი ბათუმში მაგ დღეს ანას ცრემლები ყავაზე მაგარი ის იქნება რეკლამა ყავა ანას ცრემლები არა სიამოვნები ბედნიერების ცრემლები ეგ ბედნიერების ცრემლები ხოდა მინდა მეც ვტირი ვარ ეხლა ეგ მეც შეიძლება გარეთ მოგდის ცრემლები აქ მომდის ცრემლები თუმცა ეს სიხარულია ეს მართლა სიხარულია ეს აი ზიარდება ეს ის რაც გასაზიარებელია აი ამ დროს ზიარდება ყველა ხوار არის აი მან ეს მე ხო ჩემი აზრით არ მოვედი არჩინე აი მან შეყვარა რომ აი ეს განიცადოს და განიცდის კიდევაც საერთოდ რაზე ნერვიულობთ არ ვიცი რავი აბა რა განერვიულებთ არ ვიცი არაფერია სანერვიული აი ეს ზდის ნუ ევოლუცია ხო ყველა იმას დიდი მადლობა ვინც ომი გამომიცხადა აი ანდრო დღებუაძე საკარგეთ ნათქვამი ხო ანუ ეს წინააღმდეგობა აუცილებელია რომ ცოტა აი ამას მოა გაცნობიერება ისე გაცნობიერება ვერ მოხდება ტანჯვა წვალება ეს ცხოვრება ეგრე შედგება ჩვენ კი არ ვართ ესეთები თვითონ ცხოვრება ესეთი აი ამ ყველაფრისგან უნდა გაიფრცხნას ხეულისგან სახელისგან გვარისგან ხო აი ვინ ვარ მე ყველაზე შემოტენილი ინფორმაციებისგან ადვაიტა კარგად ახსნის ის კი არ უნდა დაიწყუზება ვინ ვარ მე აი რა არ ვარ მე აი უფრო ადვილია ის ვინ ვარ მე ძალიან რთულია ხო აი რა არ ვარ მე და ისინი ნელ-ნელა ჩამოიხსნა და ბოლოს რა დარჩება ისე არ ვარ არც სახელი არც ეს ხო აი არც სახლი არც ხო აი ისე ნელ-ნელა ჩამოხსნა ანუ ხალხი რო გაფრთხნა და ბოლოს არაფერი ხო და აი ხო მიხვალ იქამდე შენ ზუსტად და ვერ ხედავ შენ და ამ დროს ყველაფერი ხო ამ დროს ყველაფერი როგორ ფიქრობ კაცობრიობა მივა იქამდე რომ ამ ერთ დიდ მაგრამ ნელ-ნელა ავია აბა არ მგონია მე ჩამოიშლებ. უნდა იყოს ეს ბალანსი ყოველთვის არის. ოქროშუალედი უნდა იყოს. იმიტომ ცუდი რო არ იყოს კარგი. აი ეს ზუსტად ამ დუალიზმიდან გამომდინარე ამ ერთიანობაში გამოდიხარ. დუალიზმი თუ არ იქნება ერთიანობას ვერ გააცნობიერებ. ანუ საჭიროებს. მაგრამ აი მეტნაკლებად ომები რაღაცები ავადმყოფობები ეგენი შეწყდეს. არ იყოს უფრო ჯანმრთელი იქნება, უფრო ნაკლებად დასტრესილი იქნება. რაც უფრო დამშვიდდები, უფრო სიცოცხლეც, ანუ დარდი კლავს ადამიანს. როცა დარდი არ არის, სიცოცხლეც მეტია. დარდი, იმიტომ რომ ნუ დარდო. და აი დარდი როცა არ არის და ხალისია, სულ ხალისია. იმიტომ შენი არსი. სილაღე უნდა იყოს რა. სილაღე აი არის, ისედაც არის ხო. აი რასაც გძნობ ახლა. აი რაღაცნაირად აი ეს მიიღება და გაშვება უნდა ისწავლო. აი რომ მიიღებ, არ უნდა გააჩერო, იმიტომ რაც უფრო დიდხანს გააჩერებ იმას, აი მოვლენები სულ ვლინდება მიდიან. ხო მოვიდა. თუ გააჩერე, უკვე всё გაჩერდი.
უკვე აი და ამას კიდე ღეჭავ როგორც გემოგასული კევივით არის. არაჯობია გემოგავა ოპა ახალი კევი. სულ ყოველთვის ახალი კევის დაღეჭვა არაჯობია, ვიდრე უგემოვნი კევის ღეჭვას. სულ ამ მომენტში იმიტომ არის კარგი ყოფნა. აქ ხარ, აქ ყოველთვის აი მოვიდა წავიდა. აქ უკვე შენთვის მნიშვნელობა რა აქვს? დღეა, ღამეა, შუა დღეა. რა მნიშვნელობა? აი ვალდებული ვარ, პასუხისმგებელი. ეგ არის ტყილა და ეგ სიტყვა დარქმეული. ეგ გაგდებს სტრესში. ხო, აი ვალდებული ვარ რომ მე შვილი შევინახო და მშიერი არ იყოს. და ხლა ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მშიერი დაჟე რა მოხდა ერთი დღე ვერ მიიტანე და მშიერი. მაგრამ ამ დროს როცა შენ ვალდებული ხარ, აი მოიკრა, აი მეო დედა ვარო, შვილსაჭმელი. არა და ხდება რა მოხდა დღეს მიხდი აი როცა შენ პასუხისმგებლობა გააქვს უკვე აი შეგრძნება. შენ უკვე თავისუფლება დაკარგული გაქვს. არჩევნის წინაშე როდგე ხარ, თავისუფლება დარღვეულია. სუფთა თავისუფალი მაშინ ხარ, როცა ყველაფერი წინასწარ არჩეული, არ გიწევს არჩევა. ოჯახებიც ხომ მაგიტო ინგრევა, რომ ვალდებულება ამძიმებს. ხო, რა თქმა უნდა, აი ზუსტად რასაც ხო, აი თვითონ ამ სიტყვებში, იარლიკებში უნდა გავერკვიოთ. თვითონ შინაარსი ამ სიტყვა ცუდი. ცუდ თვითონ აი რო იტყვი ცუდი იყო რაღაცნაირად ტანშიც ოპ კარგი ოპცოდა ხო აი ძალ აბა ეგრეა მანამ ხმალმა თავი მოჭრა მანამ სიტყვა მოჭრა აქ ეხლა შენთვის აყავა ცუდია ჩემთვის კარგია ხო და იტყვი ცუდია ხო აი რაღაცნაირად მე იყო ჩემთან კონფლიქტში ხარ მიხდი ჩემთვის კარგია და შენ ცუდს ამბობ და უბრალოდ რო თქვა რომ მე არ მომწონს აი წეღან რომ მომდ ეხლა რასაც უყურებ და რას ახელებ უყურე არც უნდა ქა ფიქრი გარჩევა ანალიზის გაკეთება. აი თვითონ გეუბნება ყველაფერი, თვითონ განსხვავდება ყველაფერი ერთი მეორესგან. ანუ თვითონ საუბრობს. გარემო თავისით გიყვება რა არის. აი თვითონ გესაუბრ. შენ ახლა გაჩუმდი და უბრალოდ უყურე. თვითონ გელაპარაკება რა არის. და უფრო უკეთესათა. ვიდრე აქ შენ რო შეფასება დაიწყო და გარჩევა დაიწყო. უყურე. აი ეს არის ღმერთის ენა. ეს არც ქართული, არც რუსული, არც ინგლისური. აი არანაირი ენა არ აქვს. და აი ზუსტად ესე იყო და მე აქ ხობ შემოვიდა ქართული რუსული და წავიდა უკვე სახელები ქართული ინგლისური რუსული აზროვნებად გადავიდა და უკვე დავკარგეთ ღმერთის ენა. და გაჩუმდი რა. აი თურმე სამყარო თავისთავად რა მაგრა საუბრობს. რა მაგარი ცოცხალი მომენტია. ეს უკვე განიცდება. ხმაური არ არის. ტალღების ხმა ისმის. წავედით ტალღებთან და მანამ ერთ კითხვას დავსვამ კიდე ის ადამიანები ვინც ამ ომებს აწყობენ ამ პლანეტაზე და აფუჭებენ ამ სიმშვიდეს ეგოები ვინც ვერ ძღება მინდა ხო აი რატო რანაირად ეძლევათ ამ ხელაძალაუფლება და რისი იმედი აქვთ არიციან რო იცოდნენ ხო ეგრე არ იქნებოდა ეგ ზუსტად ამ დონის გაუცნობიერებლები არის კი ბატონო აი თვითონ ვერ ხვდები, აი მინდა, ხო, რაღაცა მინდა და რაღაცის ფლობელი, აი ამას ფლობ. ეს რა კი მაქვს, უკვე ეს ჩემთვის არ აკმარა, უკვე მინდა შემდეგი კიდე რაღაცა მქონდა. ანუ ერთიანობაში რომ დააკვირდე, უკვე შენ კი არ ფლობ რაღაცას, რაღაცა გფლობ შენ. რა კი თვლი რომ ეს ჩემია, შენ კი არ ფლობ, ეს გფლობს. და ეს აქვს. ვერა ის როგორ ის არ არის, არ არსებობს და როგორ უნდა გაძღეს და ვერ ძღება. არა და ეს რო გააცნო რა უნდა გააცნობე სხეული არა ხარ უფრო მეტი ხარ ვიდრე სხეული დაანები ამ სხეულს მოვიდა თავისით აჭამე მშვიდათა დაასვენე და წავა მშვიდათა სიკვდილი ყველაზე დიდი პარაზნიკია ამ მდგომარეობაში ამას დიდი ზეიმი არ არსებობს მანამ სხეული მოკვდება მანამ მოკვდიო ქრისტემ რო თქვა ანუ შენ რომ ამ მდგომარეობაში შედიხარ სხეული ისე წავა ამ ქვეყნიდან ვერც მიხვდები იმიტომ შენ ხო ამ მარადული მდგომარეობაში ხარ უკვე მანამდე სუაკა ხარ ამ მდგომარეობაში. და სხეული ისე გაგეცლება, რომ ვერც კი გაიგებ, რომ სხეული ქონდა, არა ქონდა. შენ წარმოვიდგინე რა მაგარი გადასვლა. და როცა გონია სხეული ხარ და კუდება და იქ ებღაოჭე, იქ არის გამიშველე ვერან ვერ ხშელე და იმენა. დიდი პრობლემაა. ზღვას ვეძახი დიდ კარს, რომლიდანაც ეს უზარმაზარი სუფთა ენერგია შემოდის, გადის და ესე მოძრაობს და ცირკულირებას ახდენს სუფთა ენერგიის ამ ქალაქში. მადლობა სამყაროს, რომ შესაძლებლობა შექმნა ისეთი, რომ ეს გაზიარებულიყო. ჩემთვის რაღაცა განსაკუთრებული გადაღება იყო, იმიტომ რომ ამდენი ერთ გადაცემაში არ უტირია. იქო, ამდენი ერთ გადაცემაში ფრემლი არ მქონია ნამდვილად და აქვე აუცილებლად მინდა რომ
მადლობა ვუთხრა ჩვენს კოლეგას მათე მაყაშვილს იმისთვის, რომ თქვენი თავი უფრო ფართო საზოგადოებას გააცნო და მაშინ რომ ნახე ის გადაცემა, რომ ნახე იქაც ვიტირე. და აი ფიქრობდი, რომ ეს ადამიანი ახლა როდის ჩამოვა ამ ქალაქში, ჩემი გადაცემის ფორმატი მაინც გულისხმობს, რომ ქალაქში ამ ბათუმში უნდა ვიაროთ და ეს ფიქრები იყო და რაღაცა გამოგიძახეს თითქოს და თქვენით ეწვიეთ ჩვენს ქალაქს. კარგი ექცრემლები, კარგი. რო ირიდებ, არ უნდა ირიდე, უნდა მიუშვო ბოლომდე და ეგა მაგ ცრემლებს ამოყვება ის გახსნა ზუსტად ის ინფორმაცია მოყვება, რომელიც უფრო გაშლის მე. და იქიდან მაგას რო ვიკავებ. ო, მაგის ბრალი არ უნდა შეიკავო ეგ არა. რაც კი რამე არის მთელს დედამიწაზე ყველაფერი კარგია, იმიტომ ყველას თავისი ისაგნა, ზოგი ლურსმებზე უნდა ედგეს, ზოგი იმას უნდა ოშოს უნდა უსმეს, ზოგი სადგურ ვაფშე არაფერია ზედმეტი. ყველაფერი რაც არის, значит საჭიროებს, იმიტომ არის. უბრალოდ აი მიჯაჭულობა არ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება ლურსმებზე იდგე, მიხვდი? ო, არ შეიძლება სულ ოშოს უსმინო. ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული. არ უნდა ჩარჩი, არსად, აიყური, წარმოიდგინე, აიყური, აი სულ შენ წვდომა გაქვს ყველასთან, ყველა რელიგიასთან, ყველა ფილოსოფიასთან. ეგრე არ არის? ყველაფერთან გაქვს წვდომა. ხო და რატო ღარიბდები ეგრე ერთს რატო ირჩევ მარტო? ვარ მარტო აი всё, ქრისტიანი ვარ და всё დანარჩენი არასწორია. რო ამბობ არასწორია, სად მიდის? ისევ შენში არ არის ეგ ინფორმაცია და ისევ ხო შენში უკვე იქნები პრობლემას. აი ბუდისტ ბერებს რო აქვთ მანდალებს რო ხატავენ თვეობით. როგორი სკრუპულოზური ის არის და მე რო ამიჯაჭულობა, იმიტომ უფალმაცა მიატოვე შვილი, ცოლი, სახლისა და გამომყევია თუ გინდა რომ წონდეო. ყველაფერი დროებითია. ყველაფერი. რაც იხილება, ისინი შენს გარდა. იმისი ვინ არის, იმისი შენ ხარ ის. ის ნამდვილი სახელი არ არის. არა აქვს სახელი. სახელს დავარქმევ თუ არ უკვე საწინააღმდეგო სახელს დაარქმევ. რამდენჯერად ღმერთს სახელი დაარქმეს, იმდელი რელიგია შეიქმნა. ნუ დავარქმევ და არაფერი შეიქმნება, იქნება ერთი მთლიანი ის რაც არის და რაც ყოველთვის იყო. არც მოსულა და არც წასულა. ყველაფერი წარმავალია და არაფერზე არ ღირსდება. არა, და ის რაშიც ეს მიდის და მოდის ის ყოველთვის მარადიულია და ის ხარ და ის არის ყველა.